მთავარი ევროპული სანაკრებო ტურნირის 6 ერის დაწყებიდან ერთ კვირაში რებრენდირებული 1-100 რაგბი ევროპის ჩემპიონატით დაიწყო. ჩვენთვის უფრო ახლობელმა ტურნირმა უცნაური და მოულოდნელი სტარტი აიღო. ბელგია საქართველოს მატჩამდე გერმანიამ რუმინეთს უმასპინძლა და 41-38 მოუგო. თან ისე რომ მეორე ტაიმში 18 ქულიანი დეფიციტის გაქვითვა და წინ გასვლა მოახერხა. არადა მუხის ფოთლები გერმანიას უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრდნენ. ძირითად შემადგენლობაში გამოცდილი რუმინელების გარდა ლეგიონერებმაც მოიყარეს თავი. ქართველმა ოთარ ტურაშვილმა, სამხრეთ აფრიკელმა იოჰან ფან ჰერდენმა და ახალზელანდიელმა სტივ შენანმა სასტარტოში დაიწყეს. გუნდებმა ერთმანეთს 5-5 ლელო დაუდეს და ყველა გარდასახეს. მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად კი გერმანელთა სამხრეთ აფრიკელი 10-იანი რეინორ პარკინსონი უნდა ჩაითვალოს, რომელმაც გარდასახვების გარდა 2-დან 1 საჯარიმო დაარტყა ზუსტად და 1 არეკნი მიითვალა. 19 მარტს რუსთავში ქართველებიც ძირითადად გერმანელ უკანახაზელებს უნდა ერიდონ. მით უმეტეს რომ ისევე როგორც ტურნირის პირველ მატჩი, აქაც ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშებთ და დიდი ალბათობით მოედანზე კიდევ რამდენიმე დებიუტანტს ვიხილავთ. ბრიუსელში ბორჯღალოსანთა რიგებში პირველი კეპი 4 მორაგბემ, თორნიკე მატარაძემ, სოსო ბეკოშვილმა, გიორგი ცუცკირიძემ და გიორგი ჭოიძემ მოიხვეჭეს. 4-ვე მორკინალია, აქედან 3 პირველ ხაზელი და მათ გამოსაცდელად უკეთეს ამით ვერც ინატრებდი. თოლში და გაფუჭებულ მინდვრის საფარზე ხელდახელ თამაში ჭირდა. მრავლად ინიშნებოდა შერკინებები და ბურთიც რაქსა და მოლში ხშირად ყოვნდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო ქართველებმა მეტოქეს ამ კომპონენტში პირწმინდა დაჯობეს. ხშირი იყო წუნი ხელდახელ თამაში. უკანახაზელებს უქმად დგომა ხშირად უწევდათ. რაც ერთის მხრივ მატჩის მთავარი მსაჯის უელსელი ვაითჰაუსის ბრალიც იყო, რომელიც ვერადა ვერ აყენებდა შერკინებებს და არც რადიკალური ზომების მიმართვას, საჯარიმო ლელოს დანიშვნას ან მოთამაშის გასიმბინებას ჩქარობდა ხოლმე. ანგარიში კვირიკაშვილის საჯარიმო დარტყმით მე-12 წუთზე გაიხსნა. 23 წუთზე თხილაიშვილმა სტუმართა პირველი ლელო დადო. ტაიმის მიწურულს კი კოშაძე მიყოჩაღა. მეკომ ამჯერადაც გარდასახა. გუნდები 17-0-ზე 10 წუთით დაიშალნენ. მეორე ტაიმში ბელგიელებმა კარგად შემოგვიტიეს და რამდენიმე წუთით ჩვენს ნახევარზეც გამაგრდნენ, თუმცა ლელომდე საქმე არ მისულა. მასპინძლები მხოლოდ 2 ზუსტ საჯარიმოს გამორჩნენ. წლევანდელ გათამაშებაში რაგბი ევროპამ ახალი ბონუს სისტემა დანერგა. თუ ზედმეტი 1 ქულა გინდა, მეტოქეს 3 ლელოთი მეტი უნდა დაუდო. ამ მიზანს ჩვენებმა საჯარიმო ლელოს წყალობით მიაღწიეს. თუმცა ძველი სისტემის პატივსაცემად ბექა გორგაძემ მატჩის ბოლოსკენ მე-4 ლელო მაინც დაამიწა. 31-6 საქართველოს სასარგებლოდ. თლად გერმანია რუმინეთის მასშტაბის არა, მაგრამ მოულოდნელობა აღმოჩნდა ესპანეთში ჩატარებული მატჩიც. ლომებმა რუსებს 16-6 ძლიეს. ესპანელები 1-10-ზე ჩვენთვისაც კი ხშირად ყოფილან უხერხული მეტოქეები, მაგრამ დათვებთან შეხვედრაში მასპინძლები არც მაინც და მაინც მეორე ნომრად გამოსულან მოედანზე და მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. რაგბი ევროპის წლევანდელი ტურნირი გამორჩეული იქნება. რებრენდინგის შემდეგ საჩემპიონო ციკლი 2-ის ნაცვლად 1 წლიანი გახდა. ამას გარდა 5 გუნდი მომავალი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება. საქართველოს იაპონიის საგზური ჯიბეში აქვს, ამიტომ თავს ექსპერიმენტების უფლებას მისცემს. რუმინეთი, გერმანია, რუსეთი, ბელგია და ესპანეთი კი დარჩენილი 2 ადგილისთვის 2 წლის განმავლობაში იბრძოლებენ. თუ ჩემპიონი საქართველო გახდა, მსოფლიო თასზე მეორე ადგილოსანი გაემგზავრება. მესამე ადგილოსანი კი ჯერ ევროპის რეგიონალური გათამაშების გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შემდეგ კი წყნარი ოკეანის 1-1000-ის მესამე ადგილოსანს. რაგბი ევროპის მეორე ტური შაბათ-კვირას გაიმართება. 18-ში რუმინეთი ესპანეთს მიიღებს, ბელგია კი რუსეთს. საქართველოს ნაკრები 19-ში რუსთავში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.